გიგის ექსკლუზიური პოსტი უნდა გავშალოთ ახლა და ცოტა გავაფართოვოთ და სიღრმეში ჩავიდეთ. ექსკლუზიური, იმიტომ რომ მე არ მინახავს რომ ვინმეს სადმე თუ გინდა ამერიკაში, თუ გინდა ინგლისში, თუ გინდა რუსულად მოლაპარაკე YouTubers ან პოლიტიკის მიმომხილველს ეს ეთქვას ან ისრაელიდან მაგალითად ვინც გვიკომენტარებს არავის ჯერჯერობით არ უთქვამს. გიგი არის პირველი, ვინც ეს თქვა. და ამიტომ ახლა გასაგებია რატომ არის ამდენი ხანი ჩაკეტილი ორმუზი ტრამპმა ჩაკეტა და არა ირანმა. ნუ რეალურად ირანი აკეთებს თავისი ხელით, მაგრამ ეს ტრამპის მიზანი იყო. ირანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამით ცდილობს რომ რაღაცა კაპიკები იშოვოს, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი დაენგრა, თავზე დაემხო, ეკონომიკა გაუნადგურდა. იმ რაღაცა გემებს 1-2 გემს რო უშვებს იმათ რო ახევს თითო გასვლაზე 2 მილიონს, აქედან რაღაცნაირად ცდილობს კიდე რეჟიმის ნარჩენები რო თავი შეინახონ. და ტრამპს რისთვის სჭირდება? აი ახლა დავიწყოთ განხილვა. ძალიან გამიკვირდა დარიოზე წინა კვირაში, როდესაც თორნიკეს არ ეცალა, ლევანის გადაცემა და გიგის გადაცემა მიყავდა ჭეშმარიტაშვილს. და გიგის ისეთ კითხვებს უსმევდა და მე ლევანისაც რომ ძალიან ჩანს რომ გიგის არ უსმენს. ანუ იმ გადაცემებში, სადაც თვითონ არ არის გიგისთან და გიგი თორნიკესთან არის, იქ გიგისთვის არ მოусმენია, ან არც მისი ეს Facebook გვერდი აქ ეთყობა გამოწერილი, იმიტომ რომ იმდენად არაადეკვატური კითხვები დაუსვა, არაადეკვატური გიგისთან მიმართებაში, ანუ ადამიანი, რომელიც რაღაც თანმიმდევრობით ან რამოდენიმე ბოლო თვე მაინც გიგის უსმენს, ესეთ კითხვებს მას არ უნდა უსმევდეს. თუ უსვამდეს. მერე კითხა ლევანის აიო წინაზე ხო თქვაო ტრამპმა 12 დღიანი ომის მერე რომ გავანადგურე ბირთვულიო. აბა ახლა რაღაც ანადგურებსო და თუ მაშინ მოიტყვაო ახლა რამდენად დაიჯერებაო ტრამპზეო. ახლა ეს ციტატა არაა, ზუსტად არ ვიმეორებ სიტყვით უბრალოდ აზრს გადმოგცემთ. რაზეც მერე ლევანიმ კიდე რაღაცა უპასუხა, მოკლედ, მაგრამ ჩვენ აქ ამ არხზე ვიცოდით, რომ ის 12 დღიანი ომი იყო მხოლოდ პირველი ეტაპი და რომ შემდეგ ეტაპებს ძალიან დიდი სიხარულით და მოლოდინით, აღფრთოვანებული მოლოდინით ველოდით. მაშინ აღვნიშნეთ კიდევაც, მაქვს ვიდეო, სადაც ვზეიმობ თქვენთან ერთად და ღვინოს წრუპავ, როგორც მაქვს ხოლმე ეს ტრადიცია, რომ რაღაცა დიდი საერთო გამარჯვება რო გვაქვს კეთილძალებს ვწრუპავ ღვინოს ამ გამარჯვების აღსანიშნავად. მაშინ რო აღვნიშნეთ, მაშინ ვთქვით კიდევაც აქ, რომ შემდეგი იქნება აიათოლების რეჟიმის დამხობა. და აიათოლების რეჟიმის დამხობას როგორც იქნა დადგა, ამის დრო და მოხდა კიდევაც. ესეც აღვნიშნეთ და ესეც ვიზეიმეთ. არ გვითქვამს აქ ჩვენთან არ ყოფილა ესეთი განხილვა, რომ აი მაშინ ამას რო ამბობ და ახლა რატო? იმიტომ რომ პირველი ტრამპს არასდროს არ უთქვამს თავისი პირით, რომ მე აიათოლების რეჟიმი უნდა დავამხო. ეს არადემოკრატიულია ასეთი რაღაცების რეჟიმებს სხვა ქვეყნებში ამხობენ სოციალისტები და კომუნისტები და ასე შემდეგ. ტრამპს ძალიან კარგად ესმის, რომ ვერაფერს ვერ დაამხობს, თუ თვითონ ხალხი არ მოინდომებს ამას. და რაღაც მომენტში დადგება იმის შესაძლებლობა და იმის საჭიროება და იმის საუკეთესო მომენტი მოვა, რომ იმ აჯანყებულებს, რომლებსაც დაერია, ჯერ კიდევ ცოცხალი აიათოლა იარაღი მიეცეს, მხარდაჭერა მიეცეს და ისინი ქუჩაში გადმოვიდნენ და ხელისუფლება გადაიბარონ. ოღონდ ჯერ ეს მომენტი არ არის. და იმიტომ კი არ არის, რომ ან იარაღს ვერ აწუდიან, თუმცა ამის ჭორებიც უკვე გაუშვეს. იყო ასეთი ჭორი, რომ თითქოს ხალხისთვის უნდა გადაეცათ, მიცეს
ქურდებს კი არა. კურდები თუ კურდები. თავის პარტნიორ კურდებს გადასცეს ეს იარაღი, კურდებს უნდა მიეცათ ხალხისთვის და თავისთვის დაიტოვესო, ანუ ხალხს არ მისცესო. და რა ცუდი რაღაცა მოხდა, კურდებამ მოატყუეს ტრამპი და მოკლედ ასეთი სიშტერე. ჯერ კიდე გრძელდება ამ იარაღის გადაცემა კურდებისთვის, იმისთვის რომ საჭირო მომენტში ეს ყველაფერი აღზევდეს. და მეორე, როდესაც დადგება იმის საჭიროება და იმის მომენტი, ყველა ეს იარაღი მივა ხალხამდე და არაერთი კურდი არ გაბედავს, რომ ამერიკიდან სპეციალურად იმისთვის ჩამოსული იარაღი, რომ ხალხმა აჯანყება შეძლოს ამ იარაღით, ვიღაცამ სადღაც შეაკაოს და ტრამპი გადააგდოს. და აიხლართა ტრამპი ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, აი გუშინ წინ თქვა, რომ ცივილიზაციას ვანადგურებოდა, უცებ ხელშეკრულებას ვდებო, ახლა ხელშეკრულების დადება რატო გამოაცხადა, წინა ვიდეოში ვილაპარაკე და გენიალური ილეთი დავარქვი ამას. იმიტომ რომ ხალხის სახში შერეკა. ახლა რომ ვითომ მოლაპარაკებით უნდა გახსნას, აი 2 კვირა კიდე გაწელა. და ეს 2 კვირა ვითომ რაღაცა მოლაპარაკებები იქნება ფეზეშქიანთან და ვითომ მოლაპარაკებისაგან ის არის რომ ორმუზი გახსნას, რომ რაღაცნაირად ირანს ორმუზი გავახსნევინოთ, რეალურად ტრამპს სჭირდება რომ ორმუზი იყოს აი ასეთ დაგეტილ მდგომარეობაში, რაც უფრო დიდი ხანი მით უკეთესია. თქვა კიდევაც ბევრჯერ, რომ ვისაც გჭირდებათო ორმუზი, თქვენ თვითონ მოდით და გახსენითო. და გაბედა ვინმე ჭირდება ევროპას, ჭირდება ჩინეთს. ვინმე მივიდა და თქვა, კი, ავიღებთ ჩვენ ამას ჩვენ თავზე და გავხსნით ორმუზს. ევროპა ამას ვერ ბედავს, იმიტომ რომ ქვეშა ჯვიაა და ვილაპარაკეთ, რომ ინგლისმა ერთი სამხედრო ხომალდიც კი ვერ გამოაგზავნა და ჩინეთი ვერ ბედავს, იმიტომ რომ პირველი არ არის დარწმუნებული, რომ საჭირო იარაღი გააჩნია, იმიტომ რომ ხედავს, რომ ამ თავისი იარაღით, რასაც აწუდის ირანს, ირანი ვერაფერს ვერ შვება. ანუ ნაგავია ჩინური იარაღი. ანუ ყველაფერი გაუნადგურდა, ავიაცია განადგურდა, თავდაცვის ისინი, საჰაერო თავდაცვა განადგურდა, ფლოტი გაუნადგურდა, ყველაფერი გაუნადგურეს ირანს და ეს ჩინური იარაღი, რასაც აწუდის აქამდე, ვერაფერს ვერ შველის. გარდა იმისა, რომ ვერაფერს ვერ შველის, ასევე ამოწურვადია ეს ერთი, ტოტოის ეს მეორე და მესამე იმ გზების აღმოჩენა, რომლითაც აწუდის ჩინეთი ამას ირანს, ძალიან ადვილია და ჩაკეტვაც ძალიან ადვილია. რატომ ჭირდება ტრამპს, რომ იმიტომ რომ ორმუზი არის ის გზა, რომლითაც ჩინეთი იღებს ნავთობს. და ამ ნავთობის გარეშე ჩინეთის ეკონომიკა ძალიან ზიანდება და ორმუზის ჩაკეტვით ტრამპი მიაღწევს იმას, რომ ჩინეთს ისეთ მდგომარეობამდე მოარყევს, რომ ჩინეთში შეიცვალოს რეჟიმი. ირანის რეჟიმი უკვე დიდი ხანია განადგურებულია და მთავარი მიზანი აქ ჩინეთის დამხობა და ჩინეთის დაჩოქება რო არ იყოს, ირანში უკვე ჩასული იქნებოდა ფეხლები. ფეხლები თუ არ იქნებოდა ჩასული, ფეზეშქიანი მაინც გამოაცხადებდა, რომ მორჩა, აი, როგორც გააკეთეს ვენესუელაში. მთავარი გაიტაცეს და მისი მოადგილე დანიშნეს და იმ მოადგილესთან აგრძელებენ ურთიერთობას. გამოაცხადეს, რომ რეჟიმი შეიცვალა და ახალი რეჟიმი კარგად გვეთანამშრომლება. ამის გაკეთების საშუალება ირანში უკვე დიდი ხანია არის. და აი ის ნაწილი, რომელსაც ფეზეშქიანი წარმოადგენს და ის ჯარები, რომელიც სახელმწიფო ჯარებია, რომელზედაც უკვე წინა გადაცემაში რომ არავინ არ ანადგურებს, მათ არ ბომბავენ, ლიდერებს არ უკლავენ. აი ეს ნაწილს უკვე დიდი ხანია შეუძლია თქვას, რომ ჩვენ თანამშრომლობთ ამერიკასთან და მოდი ამერიკასთან ერთად ახლა გავანადგუროთ გუშაგთა კორპუსი. ამის საშუალება დიდი ხანია უკვე არსებობს.
და მით უმეტეს ორმუზის გახსნა ამერიკისთვის სამხედრო ძალით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აი აბსოლუტურად არანაირს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დასუსტდეს ჩინეთი. და ჩინეთში შეიცვალოს რეჟიმი. საბოლოოდ, ოღონდ მანამდე, ახლა როდესაც ჩინეთი დასუსტდება, როდესაც ჩინეთი ვერ მიაღწევს, ანუ თავისით ხო არ, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული არ არის თავის იარაღში, რომ ამ იარაღით გაათავისუფლებს ამ ორმუს, ვერ ბედავს იმას, რომ თავის პარტნიორს აი ეს ღიად დაუპირისპირდეს. მთავარი პარტნიორია მისთვის ირანი, რუსეთი პარტნიორი არ არის და უკვე მისი ლაქეია. და აი ახ გამოვიდეს და ამ თავის თავარ პარტნიორს გამოუცხადოს ომი და ბომბოს და ვითომ იძულებით გაახსნევინოს ეს ორმუზი, ამას ვერ აკეთებს, არ აქვს ამის პოლიტიკური საშუალება. და ეს რომც გააკეთოს, საბოლოოდ ჩამოანგრევს იმ მითებს და იმ ილუზიებს, თითქოს და ეს ბოროტების ღერძი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი და ჩრდილო კორეა, თითქოს და წარმოადგენენ მსოფლიოში მეორე პოლუსს. თითქოს და წარმოადგენენ რაღაც ძალას, რომელიც უპირისპირდება ამერიკას და რომელიც წარმატებით უპირისპირდება ამერიკას. საბოლოოდ იმსხრევა ის მითი, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს ორპოლუსიანი ან მრავალპოლუსიანი, აი ახლა აი ამ პროცესში აბსოლუტურად ჩანს, რომ ჩინეთს მიუხედავად იმისა, რომ ირანიც და რუსეთიც თავის ქვეშ ყავს, ვერანაირ ძალას ვერ წარმოადგენს, ოდნავ მაინც სერიოზულს, რომელიც ამერიკას ოდნავ მაინც რამე დისკომფორტს, სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. პატარ-პატარა დისკომფორტები შეუძლია, რომ სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. და აი ეს გაუთავებელი ციკვინი ერთ ამბობს, მეორეს აკეთებს, აიხლართა, ის არ გაუთვალისწინებია, არ იცოდა, რომ ირანი ორმუს ჩაკეტავდა, არ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, არ იცოდა, რომ ის მოხდებოდა. ყველაფერი ძალიან ზუსტად იცოდა და ეს აწყობს კიდევაც. ასე რომ თქვა, მე ისე რატო თქვა? ჯერეთი თვითონ აბნევს ყოველთვის. მიზან მიმართულად აბნევს ტრამპი ყველას მის გარშემო, აი ამას რო აკეთებს, რომ დღეში 5-ნაირად, სხვადასხვანაირად და ერთი მეორეს გამომრიცხავს სიტყვის, ეს არის მისი აბსოლუტურად გენიალური, აბსოლუტურად წარმატებული სტრატეგია. მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ციკვინებს გარშემო, აბსოლუტურად წარმატებულია. იგივე ილეთებით მიაღწია წარმატებას იმ გრენლანდიაზე, რო აიღო კონტროლი, როდესაც პანამიდან გაყარა ჩინელები, როდესაც ვენესუელადან გაიტაცა მადურო, როდესაც აქ ნახევარ საათში მოსპო აიათოლების რეჟიმი 28 თებერვალს ომის დაწყებიდან ნახევარ საათში ქვეყნის ლიდერები უკვე მკვდრები იყვნენ. ნახევარ საათში მოსპეს ოჯახებიანად. დანარჩენი ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჯერ თვითონ ირანში ყველაფერი განადგურდა და ახლა ნადგურდება ჩინური ეკონომიკა. ჩინური ეკონომიკის განადგურება გამოიწვევს იმას, რომ ჩინეთი დაჩოქილი მივა ამერიკასთან და თხოვს გეხვეწები გამიხსენი ორმუზიო, ამერიკა მაგისთვის რას მოთხოვს და რის პირობას მოაცემინებს, როგორც მინიმუმ ალბათ იმას, რომ ტაივანს დაანებე თავი და აღიარეო. და ნუ როგორც მაქსიმუმ შეცვალე სი ძინპინიო. ერთიც მოხდება და მეორეც მოხდება და კიდევ ერთხელ ტრამპის პოლიტიკური ყველა მოძრაობა სრულიად გენიალურია. გუშინ გამოაშვანშვალა თავის True Social-ზე დიდი პოსტი, სადაც მიწაში ჩადო ყველა ის იზოლაციონისტი იუთუბერი, რომელიც აქამდე
მხარს უჭერდა, იმიტომ რომ არასწორად უყურებდა ტრამპს და არასწორად ეგონა, რომ Make America Great Again უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამერიკამ ყველას დაანებოს თავი და მარტო თავის საკუთარ პირად საქმეებს მიხედოს. და ძალიან გადახშფოთებულები რო არიან ახლა, რომ რა იქაც ჩაერია, ეს რა საშინელი ომი გამართა. Tucker Carlsonიდან დაწყებული და ბოლოს Meghan Kelly-საც დაასხა. Meghan Kelly ხო აქამდე მიყვარდა სანამ იანვრის დასაწყისამდე 25 წლის ბოლომდე კიდე მიყვარდა. იანვარში გამოვიდა ანუ ის რო იყო ირანში რო იყო დიდი პროტესტები და ტრამპი რო ეუბნებოდა ხალხს მიდით მიაწექით და ჩვენ დაგეხმარებითო აი ამ დროს მეგანი იყო შვებულებაში და პირდაპირ ეთერში ვერ აპროტესტებდა ამას და რომ გამოვიდა ძალიან შოკში ვიყავიო რატო ჩავერიეთო ჩვენი რა საქმე არისო და ტრამპი იმისთვის კი არ აგვირჩევიაო რომ პირიქითო იმისთვის ავირჩიეთო რომ ყველა ცხელი წერტილები დედამიწაზე დატოვოს და ამერიკას მიხედოსო და ნუ აქ ამ მომენტში გავაუქმე მისი გამოწერა და გუშინ მასზე თქვა და მარტო მასზე არა იქ 4 ადამიანი ახსენა Tucker Carlson, Candice, Meghan და კიდე მეოთხე არ მახსოვს ის მეოთხე იმიტომ რომ მისთვის არ მიყურებია არასდროს უინტელექტოები არიანო, troublemaker-ები არიანო, ანუ არაფერს სასარგებლოს არ აკეთებენო. ერთადერთი რაც შეუძლიათო მარტო უაზრო ციკვინი და ამ უაზრო ციკვინი და თითიდან გამოწვეული რაღაცაებით ლაიქების დაგროვება. ყველანი სამსახურებიდან გაგდებულები და იმ სამსახურებიდან რომ გააგდეს იმის მერე არავის არსად არ მიუწევიაო და ყველას ფეხებზე კიდიაო და მათი საცუდავი ბლოგებიო მხოლოდო ამის იქით ვერაფერს ვერ აკეთებენო ცხოვრებაში და თავის ადგილს ვერ პოულობენო და ამას ამბობს ადამიანზე რომელიც თვითონ მოიწვია თავის ინაგურაციაზე Meghan Kelly-ს ქონდა 10 წუთიანი სპიჩი ტრამპის ინაგურაციაზე იქ მე ერთმანეთი კოცნეს გადაეხვინენ ერთმანეთს ადიდებდნენ Kelly-მაც ძალიან ისეთი ემოციური და მამოტივირებელი სპიჩი დაარტყა ძალიან ბევრი ავაციები დაიმსახურა და რაღაცა 1 წელი გავიდა და უკვე ერთმანეთს მიწაში დებენ და ამ დროს არავინ არ გამოსულა და ტრამპისთვის არ უთქვამს აბა მაშინ იქ რატო დაიყენე გვერდში აბა მაშინ როდესაც ხალხს მოუწოდებდა რომ შენთვის ხმა მიეცეთ მაშინ კარგი იყო და ახლა არ მოგწონს აბა ის აბა ეს აბა მოღალატეები რატო ყავს გუნდში ის რასაც მუდმივად ეშპილკავებიან მიშას მოღალატეები ყავ ისე იქ რატო დანიშნა ეს იქ რატო დანიშნა აბა ის იქ რატო ყავდა აბა ეს იქ რატო ყავდა ასეა საერთოდ პოლიტიკაში ჯერ ერთი წინასწარ ვერ გათვლი ეს ერთი მეორე და შეიძლება პირიქით თვლი და ეს რაღაც მომენტში სიტუაციურად გჭირდება და სიტუაციურად სწორია ქვეყნისთვისაც პოლიტიკისთვისაც განვითარებისთვისაც მაგრამ მე შეიძლება ის ადამიანი ისე გამოშტერდეს რომ მოტრიალდეს და გადატრიალდეს და მე იმას რომ მოიშორებ და იმას თავის სახელს დაარქვამ ამაში არაფერი არასწორი და არაფერი გაუგონარი არ არის პოლიტიკა ყოველთვის არის სიტუაციური პარტნიორობა. ძალიან იშვიათია, ალბათ არც არსებობს ისეთი მაგალითი, სადაც აი, რა ვიცი, წლების განმავლობაში და 10 წლეულობის განმავლობაში ვიღაცეები პოლიტიკაში სულ ერთად არიან. ერთი გვაქვს მხოლოდ მაგალითი ზვიადი და მერაბი, მაგრამ მერაბი იმ მომენტში, როდესაც ზვიადი უკვე ხელისუფლებაში მოვიდა, უკვე ცოცხალი აღარ იყო. და ხელისუფლებაში ერთად რო ყოფილიყვნენ და რაღაცა პერიოდი გაეგრძელებინათ ერთად ყოფნა, არ ვიცით ჩვენ როგორ წავიდოდათ მათ ურთიერთობა. ამის ახლა არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არც იმის საფუძველი გვაქვს 100%-იანი, რომ ვთქვათ, რომ ყოველთვის ერთად იქნებოდნენ და რომ გამოუვიდოდათ ასე ერთად ყოფნა. ესეთი მაგალითები ძალიან იშვიათია. აი ახლა ბაჩო რო გამოვა ციხიდან და მიშა რო გამოვა ციხიდან, ეს იქნება კიდე ერთი მაგალითი, ოღონდ წარმატებული მაგალითი და ის რომ დანარჩენები
რაღაცა პერიოდი კარგები იყვნენ და სწორი რაღაცები აკეთეს ქვეყნისთვის და მერე უცებ გაბონძღდნენ, გაღორდნენ და მოღალატეები გახდნენ, ამაში მიშას ბრალი არ დევს. და არც იმისგან უნდა შეეკავებინა მიშას თავის დროზე თავი, რომ ეს ადამიანები იმ რაღაც პოსტებზე დაანიშნათ, იმიტომ რომ ისინი იმ მომენტში მიშას სწორ დავალებებს სწორად ასრულებდნენ. სანამ მიშა მათ დავალებებს აძლევდა და რო არ აძლევდა, მერე უკვე როგორ ამაზე მიშა არ არის პასუხისმგებელი. და აი ტრამპის ახლა ეს მაგალითი, ტრამპს ასეთი მაგალითი ძალიან ბევრი აქვს, როგორ ეჩხუბა ილონ მასკს, მაგრამ მერე ცოტა ხნის მერე ისევ შერიგდნენ, რას არ ეძახდნენ ერთმანეთს და რას აზიზღრობებს არ ამბობდნენ ერთმანეთზე. ლუზერიაო, ახლა მასკზე რო ლუზერ სიტყვი, ამან თქვა იმაზე ლუზერიაო, იმან თქვა ამაზე ეპშტეინის ფაილებში არისო, მერე ხომ ერთმანეთს მოუხადეს ბოდიშები და ისევ გააგრძელეს ერთად მუშაობა. პოლიტიკა არის ინტერესების თანხვედრის სიტუაციური თამაში, სწორი თამაში. და მე ამ თამაში მიშაში არასდროს არ მეპარებოდა ეჭვი. შესაძლოა ამ თამაშის მომენტში მიშამ უცებ რაღაცა პერიოდის განმავლობაში გვერდში დაიყენოს ვიღაცა აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის ადამიანი, მაგრამ იმის გამო რომ მე ძალიან ზუსტად ვიცი, რომ მიშას ყოველთვის სწორი მიზანი აქვს, მიშა ყოველთვის იქით მიდის და ქვეყანაც იქით მიყავს, სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ. ამიტომ აი ასეთ სიტუაციურ და ადამიანების პოტენციალის დროებით გამოყენებაზე მე მას არასდროს პრეტენზიას არ ვუყენებ. ისევე როგორც ტრამპს. ერთსაც და მეორესაც აქვს პოლიტიკის კეთების აბსოლუტურად გენიალური უნარები. და ირანთან ომში ტრამპმა ირანი უკვე დიდი ხანია დაამარცხა და ახლა ებრძვის ჩინეთს. გაუმარჯოს მას. გამარჯვება არა მარტო მას გაუმარჯოს, არამედ მან გამარჯვება მოიპოვოს ყველა თავის დაწყებულ პროცესში. აქამდე დაწყებულ და ჯერ კიდე არ დაწყებულ და მომავალში რო დაიწყებს ისეთებში. ტრამპი არის აბსოლუტური დეოკუპატორი, აბსოლუტური მსოფლიო მასშტაბის გლობალური დეოკუპატორი.